ვინც ხართ აქ რომ ისმინოთ ღმერთის სიტყვა, რომელსაც ჩვენი შეცვლა შეუძლია, გწლის ღმერთის სიტყვა. ამიტომ რომ ის ძლიერია შეცვალოს. ჰალელუია. ასე რომ ყურადღებით ვიყოთ, ჩვენ მსმენელს მოვესალმებით. და მე მინდა გავაგრძელო მეგობრებო, სულიწმინდის დახმარებით, ამიტომ ის არის ყველაზე დიდი მასწავლებელი. ამენ, მისი მეშვეობით და მისი ცხებულებით შეგვიძლია რომ ვასწავლოთ სხვას. ამიტომ მე ვსაჭიროებ ამ ცხებულებაში. ჰალელუია, როგორც ვროცულობთ ყველასთვის. ჩემთვისაც ილოცეთ რომ ეს ცხებულება იყოს მეგობრებო. ამიტომ რომ ეს უფლისგან არის და ყველაფერი უფლისგან გვაქვს ჩვენ. მე მინდა გავაგრძელო ის წინა მსახურებებში დაწყებული ესე ვთქვათ საკითხი. რომ ღმერთის ნება არის ძალიან ესე ვთქვათ რომელიც საჭიროებს რომ კიდე უფრო და უფრო ღრმად შევისწავლოთ. და თუ დავითმა თხოვა ღმერთს რომ მასწავლე შენი ნება. ესე იგი ჩვენ მით უმეტეს გვჭირდება რომ ვისწავლოთ ღმერთის ნებას ვიფასებოთ. დავითმა ყველაფერი იცოდა, ყველაფერი ქონდა და ყველაფერი შეეძლო. მაგრამ როდესაც აღმოჩნდა ესე ვთქვათ პრობლემაში, მიხვდა რომ მას სჭირდებოდა ღმერთის ნების ცოდნა და ამისთვის საჭირო იყო სწავლა. Он понял, что он должен был познать волю Божию, для этого он должен был изучать, углубляться в нее. და როგორც ესეთი ვთქვათ ძლიერი მასწავლებელი ესე კი არ წარსდგა ღმერთის წინაშე. И он предстал перед Богом не как такой великий учитель. არამედ დაიმდაბლა თავი Он смирил себя. და უთხრა მასწავლე. Сказал научи. როგორც მოსწავლე. Как ученик. ამენ მოსწავლე არა მხოლოდ ის არის, ვინც თქვა დადის სკოლაში ან სწავლობს რაღაცას. Ученик не тот, кто просто ходит в школу, что учится. აუცილებელია რომ ის ასევე იყოს თავმდაბალი, ის იყოს უბრალო. Очень важно, чтобы ученик был простым, смиренным. ამენ ზურფასებო. Смирялся. და შემდეგ ვილაპარაკე იმაზე რომ ჩვენ ვარდებით სხვადასხვა განსაცდელებში და ცხოვრება სავსე არის შემთხვევებით. Я еще говорю, что мы впадаем в различные искушения, и наша жизнь полна всяких случайностей. და ეს შემთხვევები არის, ამ შემთხვევებით არის სავსე ჩვენი ცხოვრება მეგობრებო. И жизнь она наполнена этими случаями, случайностями. ხო, რაღაცა შემთხვევა, რაღაც შემთხვევა მოხდა. Какой-то случай, какая-то случайность произошла. და ხშირად ამოფარებული ვართ ამ შემთხვევებზე. И часто мы прячемся за эти случайности. ეს ადვილად შეგვიძლია ვთქვათ. И очень просто можем сказать. მე არა. Это не я. ეს შემთხვევა იყო. Это просто такой случай был. ეს შემთხვევით მოხდა. Это случайное произошло. გითქვამთ ესე? Вы говорили так? ამიტომ უმნიშვნელოვანესია ამ შემთხვევებში, რომლებშიც გვიწევს ყოფნა, Очень важно в случае, который происходит с нами, где мы живем среди случаев. რომ ვიცოდეთ რა არის ღმერთის ნება. Знать, что есть воля Божья. რომ შევძლოთ ვმართოთ ეს შემთხვევები და არა პირიქით რომ შემთხვევებმა გვმართოს ჩვენ. Чтобы не случаи вот водили нас и контролировали, что мы просто удерживали случаи, контролировали. ჩვენ ასევე ამ ბოლოს გვაქვს ესე ვთქვათ მიმართულებები. И также у нас есть такие направления в последнее время. საუბრობთ ღმერთის ნიჭებზე, ღმერთის ნაყოფზე. Говорим о Божьих дарах, о Божьих плодах. იმაზე თუ იესომ რა თქვა რომ ვინ ვარო მე. И говорили о том, что кто Иисус, кто он, что он говорил о себе. ამენ ის ამბობდა რომ მე ვარ ეს, მე ვარ ის, მე ვარ პური, მე ვარ კარები, მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ წყალი და ასე შემდეგ. Что я дверь, я хлеб, я вода, я пастырь. და დღეს მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება და ესე ვთქვათ თითქოს ამ ყველაფრის შემკრებ გამაერთიანებელზე. Я хочу сегодня как бы это все собрать и говорить вам об одной теме. და მინდა უბრალოებაზე გავამახვილო თქვენი ყურადღება დღეს. Это такая тема, это простота. რომ
რას ნიშნავს საერთოდ ეს ჩვენთვის მინდა ჯერ ამ პატარა ესე ვთქვათ მონახაზით მივიდეთ იქამდე. Да что это значит для нас? Я хочу вам какой-то рисунок нарисовать, чтобы прийти к этому. იცით, ადამიანის ხასიათში უბრალოებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. Характер человека, простота имеет очень большое, какую-то часть занимает в жизни. გესმენთ, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ ხომ რას ნიშნავს უბრალოება. Вообще мы все знаем, что такое, простота. Простое. ერთ-ერთი განმარტებით, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ბერძნულად არის ახალი ართმა დაწერილი ძვირფასებო, Потому оригинал на греческом, и потому с перевода с греческого ამას აი ეს სიტყვა აღწერს. აკერაისოს. ситха акерайсос. ამენ, აკერაისოს არის უბრალოება. Акерайсос означает простой. და ნახეთ როგორი ის აქვს განმარტება მას. И как его можно სუფთა, понять? Чистый, შეურეველი, не смешанный с чем-то. გაუზავებელი, როგორც გაუზავებელი ღვინო. То есть как вот не разведенный чем-то, как вот вино. მეტალი გაუზავებელი, გამოსუფთავებული. მინარევების გარეშე. Да, без примесей. გესმენთ? დაახლოებით ეს ერთობლიობა არის უბრალოება. И вот это все составляет слово простой. და ეს არის ძალიან დეფიციტური თვისება. Это очень свойство редкое, дефицитное. სულის ნაყოფთა ერთობლიობის დემონსტრირება უბრალოება Да, ძვირფასებო. я думаю, что это демонстрация даров Духа Святого, простота. უბრალოება ეს გაწონასწორებულობა, ბალანსირება, Простота значит равновесие, это такой რაც сбалансированный. თვალში საცემია Это очень видно, бросается в глаза. და უბრალოება არის მოწიფულობის ნიშანი. И простота это знак совершенства, зрелости. ამენ, იმიტომ ბავშვებს არ ახასიათებთ უბრალოება. Вот у детей часто нет этого качества. და ნახეთ ჩვენს ენაზე И в нашем языке უბრალო простой. მისი ფუძე ძვირფასებო არის ბრალი. Да, корень убрало, значит вина, да, правильно. ამენ, იმიტომ რომ მისი შემადგენელია Да, это часть этого корня. და აქედან არის წარმოქმნილი ეს სიტყვა. И отсюда идет это слово. გაგიგონიათ ხო ესეთი თქვა სასამართლომ დაამტკიცა რომ ან ბრალი წაუყენა ან ბრალი არ მეუწვეს. Вы видите, что вот суд или осудил, или не осудил. ну მაგრამ ქართულში ჟღეს ესე ზუსტად ამას ვერ გადათარგმნე. Да, в грузинском это брали, значит вина. რას ნიშნავს ბრალი არ მეუწვეს? Это значит, что у него нет вины. Что რას это значит? ნიშნავს არ მეუწვეს ბრალი? Что значит нет вины, невиновный? ესე იგი უბრალო ხარ? Это значит, что ты простой? ესმეთ? ნახეთ როგორი სიტყვის თამაშია Да ზოგადად. какой здесь игра слов в грузинском ამიტომ მინდა языке? რომ ჩავეჭიდოთ ამას რომ მივხვდეთ თუ რისი თქმა უნდა უფალსდეს Хочу, ჩვენ. чтобы вы держались за то, что Бог хочет вам сказать. როგორ გამოიყურები, როდესაც ბრალს წაგიყენებენ ან მიგიწვის ბრალი? Вот как ты ведешь себя, когда тебя кто-то обвиняет, или ты правда виновен в чем-то? რჩები და ხარ უბრალო? Ты остаешься простым. ამიტომ რომ თუ არ მიგიწვის, მაშინ რჩები და ხარ უბრალო. Если ты правда не виновен, тогда ты правда остаешься მაგრამ როცა простым. მიგიწვის ბრალი, Но когда ты в чем-то виноват, ესმეთ, ну შეიძლება ამბობდი არა, ჩემ ბრალი არ არის, იმისი ბრალია, შემთხვევით მოხდა. может, ты говоришь, это не моя вина, это случайность, или он виноват. ესმეთ, თავს იმართლებს, სხვას აბრალებ, Ты оправдываешь себя, других обвиняешь. მაგრამ სინდისის კენჯნა არ გასვენებს ესეთ შემთხვევაში. Но в этом случае совесть тебе как бы тебе не дает покой. ამენ. გააქვს რაიმე ბრალი, У тебя есть какая-то вина, ეს მოსაგვარებელია. с этим нужно разобраться. და ადამიანი სანამ არ მოაგვარებს, მასში ვერ იქნება უბრალოება. И прежде чем человек не разберется с этой виной, у него не будет этой простоты. ესმეთ, შეიძლება გაბრალებენ რაღაცას, შენი ბრალი არ არის. Да, может, правда, нет твоей вины, кто-то тебя просто обвиняет. მაგრამ ნახეთ, მოციქული პავლეს გვეუბნება, რომ დარჩი დაზარალებული. Но апостол Павел говорит, лучше остаться, обиженным, как бы. ესმეთ, მაგრამ ორიგინალი იცით აქ რა სიტყვას იყენებს А ვიფასე. в оригинале что стоит в этом слове, Павел? უსამართლოდ დაზარალებული. Остаться в ущербе, თუ ხარ უსამართლოდ да, если დაზარალებული, ты невиновна и в ущербе, ты несправедливо. აი მაშინ უფრო უბრალო რჩები და ხარ უბრალო. Тогда в этом случае ты становишься простым. თუ რაღაც ჩაიდინე და გადანაშაულებენ, შენ ვერ იქნები ესეთ ამ სტატუსით, რომ უდანაშაულოდ ზარალდები. Если ты виновен, то у тебя не будет статуса невиновного. То есть ты просто осужден заслуженно, тебя обвиняют. გესმით? იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც ესე ვთქვათ, დავიჭირე ზვირფასებო. Это слово, которое я просто уловил это слово. ნახეთ წუთისოფელი. Мир.
წუთის ოფელში, В миру, როდესაც ამბობენ რაიმეზე, რომ ის უბრალოა, когда за кого-то говорят, вот он простой. ეს არაფერი არ არის. Это значит, что он, ну ничто, ничто. ამენ? ну უბრალო ანუ უფასურია ის. Для миру простой значит бесценный. ეს არის ქვეყნის წუთის ოფელში უბრალო არის იაფასიანის სინონიმი. А для мира это такой синоним, такой дешевый. ესმე? უბრალოა. Дешевки как бы, дешево. ну უბრალო ეს არა ქვია ფარდა, Ну это очень უბრალო простая მანქანა, занавес. უბრალო ფეხსაცმელი. Такие простые. უხარისხო Но на გესმე? грузинском больше, а в русском так. ესეთი ხარისხი გააჩნია წუთის ოფელში ситуას უბრალო. И слово в миру означает, что ну простой, то есть ничего не значащий как бы. ანუ ეს არის ის ნივთი, რომელიც არასაჭიროა, ანუ ის მისთვის არ დაიწყებ შენ რაღაც ყველაფრის გაკეთებას, რომ შეიძინო. Если это такая вещь, которая ты, ну не нужна тебе, ты не будешь за нее бороться, чтобы უბრალო ესე приобрести. იგი ნამდვილი არ არის, ორიგინალი არ არის, გესმით? Простой, значит, это не оригинальный, дешевка какая-то. ну უბრალო ბეჭედი უკეთია, ის არ არის ნამდვილი ოქრო არ არის, აი პაჯაღო. Да, в грузинском это, допустим, убрал, а в русском это как бы дешевая. უბრალო ნიშნავს ეხლა მომისმინე. Да, простой. უბრალო წუთის ოფელში Да, простой. в არის миру არაფერი. Ничего. ну ნამდვილი კი არ არის, თქვათ. Он как бы не настоящее кольцо, не настоящее მაგრამ ის არის золото. ну რაღაცა წყალში ამოვლებული და იმიტირებულია, რომ თითქოს карგია. Это просто имитировано, ну как будто в золотой воде было, но это не золото. ანუ Простое. ეგ სიტყვა წუთის ოფელში თითქოს არაფერი არ არის ძვირფასო. В миру это слово ничто. მაგრამ მოდით ნახოთ ზეციურ სამყაროში შევიხედოთ. А давайте мы посмотрим в духовный мир. ზეცისთვის, Для небес, ღმერთისთვის, для Бога. უბრალო Простой, ეს არის ძალიან დეფიციტური რა. очень-очень в дефиците. ამენ. მეხდით? Понимаете? თუ წუთის ოფელში უბრალო ეს არის იაფასიანი და რაღაც აი უმნიშვნელო, Если в миру простой, как бы дешевка, как бы ничто, ничтожество в глазах мира, მაგრამ ღმერთისთვის но в глазах Бога, для უბრალო Бога, არის ის თვისება ადამიანის ხასიათში, да просто это такое свойство характера человека, რომელიც დეფიციტია და რომელსაც ღმერთი ეძებს. который Бог ищет это в дефиците. ამენ. თუ შენ რაიმე შეძენა გინდა, Если ты что-то хочешь приобрести, უბრალოს არ იყიდი. да ты вот простое дешево не купишь. ამენ. ну ესე ვთქვათ, ეს ტენდენცია რო არის ჩვენთან ჩინური. У нас такая тенденция китайская, ну იაფია, дешево, მაგრამ უბრალოა. но очень просто. შენ შეეცდები რაღაც ხარისხიანი შეიძინო. Ты захочешь купить что-то такое более качественное. ამენ. ამიტომ თუ რაღაცისთვის მოაგროვე ფული, Если ты для чего-то собрал деньги, არ მიდიხარ და არ ეძებ. да ты идешь и не აუ მე ищешь. მინდა რაღაც უბრალო შევიძინო. Хочу что-то такое очень дешевое, არა, простое. ეცდები купить. რომ ხარისხიანი და ძვირფასი Ты შეიძინო. хочешь что-то такое драгоценное, такое качественное. მომყვებით, Ты со мной? მაგრამ როდესაც ღმერთი ეძებს ვინმეს, Но когда Бог кого-то ищет, იცი ის რას ამბობს? знаете, что он говорит? მე მინდა უბრალო ადამიანები. Я хочу найти простого человека. Аминь. უბრალო ვინც არის? Тот, кто простой. გებულობ ძვირფასებო. Вы понимаете, о чем აი я? ვინ არის უბრალო? მინდა დღეს დავინახოთ ეს. Я хочу себе показать, кто есть. რამდენად არის простой. ჩემში ეს уბრალოება? И насколько во мне эта простота. როგორი ვარ მე? И какой я на самом деле. რასაც Какой я. ავლენს რეაქციები ჩემში. И вот эти реакции проявляют, кто я, какой я. ამენ. ამენ. Аминь. თუ ხარ უბრალო, Если ты простой, სწორედ ის შემთხვევები, и вот эти случаи, как раз რომელზეც случаи, წინა კვირას ვილაპარაკე, которые говорю на предыдущее воскресенье, გამოაშკარავებს ხარ უბრალო, они будут проявлять, ты простой თუ ესე ვთქვათ ბრალიანი. или ты такой, ну непростой. გესმის ვიფასებო. Понимаете, друзья? როგორც წეგან თქვი, Как я говорила, ბავშვებს არ ახასიათებთ уბრალოება. для детей нет этого качества. Вот часто не олицетворяет это качество. Да? არ ახასიათებთ. Да, ნიხარაქტერიზირებთ. не характеризует. ამენ. მოკლედ. Да, ჰალელუია. спасибо. არ უნდა განმარტებები. გესმის ვიფასებო, იმიტომ რომ რამე თუ დააშავა, Если ребенок в чем-то провинится, თუ რამე დააშავა, все провинится. არა მე არ გამიკეთები ამბობს. Он говорит, я это не делал. მარიკამ გააკეთა. Марика это ნიკა, сделала. Ника это сделала. ნასტია. Настя сделала. მაია მიქნებ. Не, это Майя, наверное. დათო ხო არ იყო კაც? А может, да, то это მამუკა არის ეს. точно мамука сделала. არის ეს უბრალოება? Это есть простота? არა. Нет. მაგრამ ვინც უბრალოა, А тот, кто простой, ვინც მოწიფულია. тот, кто зрелый, გესმენთ?
ის იტყვის კი მე Он გავაკეთე. скажет, да, это я сделал. არა იმიტომ რომ მაინც ვიღაცამ დამინახა. Это не потому, что кто-то видел и скажет, что это я. უფალო შენს წინაშე დავაშავე და მაპატიე. Господь, я перед тобой მომეხმარე რომ მეტი აღარ я გავაკეთე. согрешил, ты же Аминь. видел. И помоги мне больше не... თუ ერთი бояться წითლდება меня. ყურებიანად Если кто-то краснеет и уши, და მაინც ამბობს არ გავაკეთე. и говорит, нет, я не делал. როგორ იქნება ის უბრალო? Как он будет простым? ეს მე ამიტომ შემთხვევებს უშვებს ღმერთი, Поэтому Бог такие случаи რომ посылает, დაგენახოს, чтобы показать, რომ გახდე უბრალო. чтобы ты стал простым. ამენ. Аминь. მაგრამ უბრალო амას აკეთებს. Да простой вот так поступает. ჰალელუია, იმიტომ რომ ღმერთს უნდა რომ იყო უბრალო. Бог хочет, чтобы ты был простым. გინდა უბრალო იყო. Ты хочешь быть простым? ვის უნდა რომ დღეს აქედან წავიდეს ისეთი уბრალო, როგორც არასოდეს არ ყოფილა. Кто хочет выйти отсюда таким простым, каким Гида. он никогда не был? მაშინ ტყუილად არ მოსულ ხარ აქ. Значит, ты не зря пришел сюда. მაშინ ღმერთმა მოგიყვანა შენ აქ. Значит, Бог привел тебя ამიტომ сюда. ძალიან ყურადღებით იყავი. Будь, пожалуйста, внимательным. უმნიშვნელოვანესი საკითხია ძვირფასებო. Это очень важный вопрос. ჰალელუია. აი მაგალითად შეგხვედრიათ ესეთი სიტუაცია? Вы встречали такую ситуацию? მიდიხარ ბაზარში, Ты идешь на базар, გინდა ვთქვათ ხილი იყიდო хочешь купить фрукты. და ეძებ რომ ის ლამაზად გამოიყურებოდეს. И хочешь, чтобы они хорошо, красиво выглядели. იძენ ესეც, Ты покупаешь такие, მაგრამ არანაირი гемо არ აქვს. но они безвкусные. და თითქოს ყურადღებას არ აქცევ, რომელიც უბრალო არის რაღაც, შეუხედავი. А вот такие не очень красивые фрукты, такие безвидные. ხო? მაგრამ როდესაც გასინჯავ მას ის არის ძალიან Но გემრიელი. вот это прошлое, они очень вкусные. ამენ სწორედ ეს უბრალოება შიგნით არის უფრო ძვირფასება. И как раз эта простота, она заключается в ამას ვერ ისწავლე, ეს უნდა გამომუშავდეს შენში. этой внутренности. Ты не можешь это научиться. Аминь. Это снутри исходит. ჩვენ ახლა რაღაც პატარა რემონტები გვაქვს ეკლესიაში. У нас в церкви какие-то ремонты есть. მადლობა ვინც ღებულობს ამაში მონაწილეობას. Спасибо, кто принимает в этом участие. შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, Вы можете ღმერთი принять გაკურთხეთ. участие, Бог вас მაგრამ არ არის თავარი გარედან როგორ გამოიყურება. И не важно, как снаружи. გარედან შეიძლება ლამაზად გამოვიყურებოდეთ. Может, снаружи мы все так красиво выглядим. გარედან ვერ შეამჩნევ уბრალოებას ქრისტიანში. Снаружи ты не сможешь обнаружить ეს შიგნიდან მოდის, იქიდან უნდა ამოხეთქოს და გამოგვინდეს. Как источник снутри вырваться. გესმის ძვირფასებო. Пройти внутрь. ამიტომ ღმერთს უნდა რომ დღეს შენ შინაგანს ელაპარაკოს. Бог сегодня хочет говорить своей внутренностью. მისცემ ამის საშუალებას. Ты дашь ему возможность. ჰალელუია. ამენ. Аминь. მაშინ ის გააკეთებს თავის დანაპირებს. Тогда он сделает обещанное. და მოდი მასთან ერთად იმუშავე რომ შენ უფრო უბრალო გახდე და ისეთი როგორც მას მოსწონს. Работай вместе с ним, что ты тоже стал таким простым, как Господь хочет видеть тебя. მოდით ნახოთ ერთი მოსაზრება. Давайте одно выражение. ლეონარდო და ვინჩიმ თქვა ეს ვიფასო. Леонардо да Винчи. უბრალოება ყველაზე დიდი დახვეწილობაა. Простота самая большая იზისკანას. изысканность, изящность. ჰალელუია. ამენ. უბრალოება. Да, простота. არა ის რომ შე რაღაცა სხვანაირად იმოსები, ვთქვათ, იფრანჭები და ასე შემდეგ. Не то, что ты так красиво одет и особо по моде как-то. შეიძლება რაღაც მოდურად ჩაიცვა და კარგია თუ მოდურად იმოსები. Хорошо, что ты модно там одеться, ну это хорошо. ჰალელუია. უთხარი შენს გვერდით ვინც არის? Скажи, кто рядом с тобой? შენ ლამაზად Что ты გამოიყურები. красиво выглядишь? როგორი დახვეწილი ხარ. Да какой ты изящный, Уткари. элегантный. ჰალელუია. მოდი უთხარი რა დახვეწილი ხარ. Скажи, какой ты изящный. ხო, მაგრამ ბოდიში არ მოუხადო თუ გააღვიძე. Да если ты как кто-то проснулся, не извиняйся. ჰალელუია. ამიტომ უბრალოება ეს არის დახვეწილობა Да ძვირფასება. простота это есть элегантность, изящность. და ვინჩი მიცოდა რა იყო დახვეწილობა. ვინჩი. Да, и да Винчи знал, что такое изящность. ამენ. ამიტომ რომ ის შიგნიდან მოდიოდა. Потому что это исходило снутри. შეიძლება ძალიან კარგი ნახატი შექმნა, ქანდაკება ჩამოასხა. Ты можешь создать очень хороший рисунок или скульптуру. ის შეიძლება იყოს გასაოცარი. Может очень прекрасно. მაგრამ დახვეწილობას მას ძენ სულ სხვა რა ძვირფასებო. Ну, изящность, ეს გენიის სფეროა. да что-то такое, да, это только гениальные могут это понять. ამიტომ უბრალოება ეს არის შინაგანი კულტურა. Простота это внутренняя культура. ამენ. ზნეობრიობა. Внутри такое поведение внутри. ჰალელუია. გესმის ძვირფასებო. Характерность внутренняя.
ამას ვერ გაიმეორებ და ვერ ისწავლე. Ты не сможешь научиться там или за кем-то повторить. უბრალოება ეს არის სულიერების მახასიათებელი და არა ხორციელობის. Простота олицетворяет духовность, но не плотского человека. სულიერი ადამიანი არ იკვლევს, არ ეძებს რაღაც პასუხი არ უნდა ნახოს ბოროტება თუ გაუკეთეს მას ან ნებისმიერ სახის ბოროტებაში. Да, духовный человек, когда ему что-то плохое делает, он ищет ответа, чтобы там в отместку что-то თუ ответить. ბოროტად მოექცნენ, Если с ним зло поступили, плохо поступили. ის არ რეაგირებს, ეს რა გამიკეთეს. Он не реагирует так, что мне сделали, как они ეს поступили. მე უბრალო სხვანაირად ეპყრობა ამ ყველაფერს. Простой по-другому на все. მოდით ნახოთ რომაელებში მე-16 თავის 19 მუხლი. 16 глава 19. რადგან ყველასათვის ცნობილია თქვენი მორჩილება Для всех известно ваше послушание. და ზოგიერთ თარგმანი ამბობს ერთგულებად ვიფასებო. Некоторые переводы ваша верность. ამენ. ამიტომ ორივე კარგია. А და Бог- ვხარობ თქვენს გამო, მაგრამ მინდა რომ ბრძენი იყოს სიკეთისთვის და უბრალონი ბოროტებისთვის. Я радуюсь за вас, что вы были простые на зло и мудры на добро. ამენ. Аминь. გესმით ვიფასებო. უბრალო უნდა იყოს თუ ვინმე ბოროტად გეპყრობა. Ты должен быть прост на зло. გესმით? Кто-то плохо поступает. და ღმერთ შეუძლია რომ მოგიხმაროს ამაში. И Бог может помочь тебе в этом. ეშმაკი რას გეუბნება? Чтобы тебе ო როგორ дьявол- ცუდად მოგეპყრენ. как с тобой плохо поступили. ნუ ცოტა შეიძლება გაჩერებს თუ მორწმუნე ხარ და ქრისტიანი. И если ты христианин, это что-то тебя останавливает, რომ конечно, ბოროტებით გადაუხადო, чтобы ему злом на зло воздать. მაგრამ უბრალო ადამიანი Ну, простой человек, არის უბრალო. он простой. ადვილი არის რომ უბრალო იყო, როცა კეთილად გეპყრობია. Хорошо быть, легко быть простым, когда с тобой хорошо обращаются, ამენ? добро обращаются. ადვილია. Легко. მაგრამ რომ ბოროტებას უპასუხო, Да, но чтобы უბრალოდ ამას სულიერება ჭირდება. по злому, да воздать, ну просто реагировать нужна духовность. ზუსტად აი წარმოედგინეთ, მიდიხარ მანქანით, Представь, ты едешь на машине, წინ რაღაც დაბრკოლება ხდება. и какое препятствие впереди какое-то. ან რაღაც ხრამია დიდი გადასავალი. Или какая-то пропасть впереди. ამ შემთხვევაში რა არის საჭირო? Что для этого нужно? შენი მუხრუჭები. Надо затормозить. ამენ? тормоз. ან фეხის მუხრუჭი, ან ხელის მუხრუჭი, ან ორივე ერთად. Или ручной, или ножной тормоз, или обои вместе. რომ არ გადაიჭეხო და რომ არ დაიღუპო. Чтобы не упасть в яму, не погибнуть. და უბრალოდ ერთგვარი მუხრუჭია მეგობრებო ჩვენ ცხოვრებაში. И просто это как бы тормоз нашей жизни. ნებისმიერ სიტუაციაზე და რეაქციაზე. В любой ситуации и на любые реакции. რამდენი გადარჩებოდა რომ გამოეყენებინა ეს მუხრუჭი, ანუ უბრალოება. Очень многие бы спаслись сами, если бы они использовали вот эти ручный тормоз. რამდენი არ აღმოჩნდებოდა პრობლემაში ეს უბრალოების მუხრუჭი რო გამოეყენებინა. Многие бы не пали в проблему, если бы они не использовали бы ручной тормоз. რამდენი გადარჩებოდა რომ არ ყოფილიყო თვით დაჯერებული, Многие бы спаслись, если бы не были самоуверены, თვით დარწმუნებული, самоуверены, თავის თავზე დაიმედებული. надеющие на себя, დაიმედებული თავის ცოდნაზე რომ მე ვიცი, надеющие на свое знание, что я знаю, თავის უნარებზე, на свои способности, მეობაზე მე. или на свое я, что ეს я. უბრალო არასდროს არ იტყვის მე. Вот просто не говорит, как я, ეს მე. я. ვინც ამბობს მე, Кто говорит, მე. me, ეს ის უბრალო არ არის. он непростой, ის ბრალიანია. он, ну, непростой. და ზეცა არ აქცევს ყურადღებას ესეთებს. И небеса на него не обращают внимания. მეორე კორინთელთა 11:3. 2 Коринфянам 11:3. მაგრამ შიშობ რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხსნას თქვენი გონება და არ გადაუხიოთ უბრალოებას და სიწმინდეს ქრისტეში. Я боюсь за вас, что как змея обольстил Еву, что вы не обольстились и не свернулись с простоты и с святости во Христе. ამენ ზურფასებო. ამიტომ რომ ეშმაკი ყოველთვის არის მობილიზებული რომ გაცდონოს. Дьявол всегда мобилизирован, чтобы тебя искушать. და ნახეთ გონებას ებრძვის ეშმაკი. Да, и он вот нападает на твой разум. ამენ გონება ბრძოლის ველი. Потому что разум поле сражения. მთელი ბრძოლები შენს გონებაში მიდის. Все вот эти битвы идут в твоем разуме. ამენ. Аминь. ეშმაკი არ მოდის და არ ეცდება რომ რაღაც ეკალი შეგასოს ხორცში. Дьявол не приходит, чтобы тебя вот
вот колючку тебе уколить. ეს მაგე არ გეტყვის რომ უნამუსო ხარ, უსინდისო ხარ. Взял и сказал, ой, какой ты бессовестный. ის გონებას ელაპარაკება. Он говорит с разумом. როგორ? Как? ევას რა უთხრა? Что он сказал Еве? მართლა ხომ ესე არ არის? Может, это не так. იქნებ ესეა. А может, это вот так? გასმეძვი ფასებო. Понимаете, дорогие? გონება უნდა დაიქვემდებარო. Ты должен подчинить себе разум. რატომ დაიდგა იესო მეკლის გვირგვინი თავზე? А почему Иисус взял этот терновый венец на голову, на свою голову? გაიმარჯვა გონებაზე, გესმით? Он победил над своим разумом. ფიქრების ჭკუით არ უნდა იარო. Ты должен ходить по своим мыслям. ამენ. Аминь. წვენით უნდა იარო. Ты должен ходить верой. ჰალელუია. ამიტომ შიშობ რომ არ გაიხსნასო თქვენი გონება. Он скажет, я спрошу, что ваш разум не развратился, და არ გადაუხვიოთ. и что вы не свернули. და არის ორი უმნიშვნელოვანესი ბილიკი ძვირფასები. Есть два главных пути. მატარებელში ხო ყოფილხართ. Вы же бывали в поезде? ის რელსებზეა. Поезд стоит на рельсе. ამენ ორისგან შედგება ეს Эти რელსი. рельсы создают ლიანდაგები ორისგან. шпал. ამიტომ ერთი არის სიწმინდე და მეორე არის უბრალოება ძვირფასები. Одна шпала это простота, а другая ესენი это სულ ერთად არიან. простота и святость. ვერ იქნება ადამიანი წმინდა თუ ის არ არის უბრალო. Человек не сможет быть святым, если он не простой. ამენ. ვერ იქნება ადამიანი უბრალო თუ მასში სიწმინდე არ არის და წმინდა სულის ანარეკლი. И человек не может быть простым, если у него нет святости, вот отражение святости. ამიტომ რამოდენიმე ადგილში ჩვენ ერთად ისევ შეგხვდება უბრალოება და სიწმინდე და Мы ყურადღება. еще встретим вместе простота и святость. ამენ. ამიტომ თუ ხარ უბრალო, Если ты простой, მაშინ მის სიწმინდეში შედიხარ. в этом случае ты входишь в Божью თუ ხარ святость. სიწმინდეში უფლის, Если ты в Божьей святости, შენ უბრალო ხდები. ты становишься простым. ამენ. არ არსებობს წმინდანი, Невозможно, что такой святой. რომელიც ასე ბობოქრობს და რაც ვარ მე ვარ, გაიწახეს. Ну так вот он прям вот торжествует, что кто как не я, кто как не я. რაც უფრო წმინდა ადამიანი, Чем больше человек святой, ის უფრო უბრალოა. он становится больше რაც უფრო простым. უბრალოა ადამიანი, И чем проще человек, ის არის წმინდა. тем он святее. ამენ. უბრალო, Amen. აი როგორც შუშა ძვირფასებო ან ფანჯარაზე ან მანქანაზე წინა მინა. Так как стекло вот или в окне, или в машине, лобовое стекло. თუ ის ტალახიანია, Если это стекло грязное, როგორ იქნება ის სუფთა? как оно будет чистым? ამენ. როდესაც ის იწმინდება, Оно будет чистым, когда ის его უბრალოა. почистить. ყველაფერი ჩანს, გამჭვირვალეა. То есть простой значит прозрачный, და все видно. სიწმინდეც მოდის ჩვენში, გესმის ძვირფასებო. Это Божье отражение, да? ამიტომ ესენი ერთად არიან და მიაქციათ ამას ყურადღება. И вот простота и святость идут вместе. ჰალელუია. წმინდა გონება არ შესწოდავს. Святой вот разум не согрешит. უბრალო გონება არ შესწოდავს. Простой разум не согрешит. იმიტომ რომ ის დამთმობია. Потому что он уступчивый, ის ერთგულია. он верный, ამენ. ის არის მომთმენი, он терпеливый, მორჩილია. послушный, ჰალელუია. ის თავმდაბალია. он смиренный. გახსოვთ ნაყამანი მეგობრებო. Вы помните Неемана? ის დაღუპვის წინ პირას იყო. Он был перед гибелью, погибелью. ის იყო ძალიან სახელოვანი ადამიანი. Он был очень известный человек. დიდი მასშტაბების. Известный в большом масштабе. არა მხოლოდ მისი ქვეყნის მთავარსარდალი. Он не был только начальником своей страны. ყველა მიცოდა თუ ვინ იყო ნაყამანი. Многие, все знают, кто такой Нееман. და იცით ამ სახელდიდებამ წამოწია ეს კაცი როგორც აი ნანგრადი წამოწევს ხოლმე. Да когда враг вот поднимает, вот эта слава, вот подняла его имя. და ამან ცოტათი ნუ იქით ვარსკვლავებთან ისაკნა შეათამაშა. Да, и он стал играть со звездами. და როდესაც ადამიანი ამას იწყებს, Когда человек вот так начинает, რა თქმა უნდა იკარგება უბრალოება. вот эта простота, конечно же, теряется. ამენ. Аминь. როგორც როდესაც გადადიხარ სხვა ქვეყანაში, Когда ты приходишь в другую страну, იქ უკვე აღარ ახარ შენი ქვეყნის მოქალაქე. ты уже не гражданин своей იქ იმ страны. ქვეყნის სადაც წესები უნდა შეასრულო. То есть ты не гражданин той страны, ты должен исполнять те законы, которые в этой стране, где ты ამენ. пришел. აი მაგალითად ბელორუსულ ფულს რა ქვია? Да вот как называются белорусские деньги, Антон? რუბლი. აი რო თქვას ეხლა რომ მე არ მაინტერესებს თქვენი ლარი აქ. Если кто сказать, да меня не рисует ваши лари.
აი მე ჩემ ბელორუსული ფულით უნდა ვიყიდო რაღაც. Я должен купить на свои белорусские рубли. გესმენთ? ამისი მსგავსია. Но это как вот похоже чуть-чуть. თუ შენ უფალთან გინდა შეხება, Если ты хочешь, чтобы Бог прикоснулся к тебе, მაშინ ის უნდა გაითვალისწინო ყველაფერი, რასაც ის გთავაზობს. то ты должен просто считаться с тем, что Бог тебя предлагает. ამენ და აუცილებლად უნდა იყო უბრალო. И обязательно быть простым. თუ არ იქნები უბრალო, Если не будешь простым, რა თქმა უნდა, მაშინ ცოდვილი ხარ უკვე. в этом случае тогда ты грешный. და ღმერთი არ უსმენს ცოდვილს. Бог не слушает грешных. და ის იყო ძალიან ძლიერი, Он был очень сильным. ამენ, წუთისოფლისთვის. Для мира, ის არ იყო უბრალო კაცი, для мира он не был таким простым ის человеком. დიდი კაცი იყო, Он был великим человеком. მაგრამ ზეცისთვის Но для небес. უბრალო უნდა იყო რომ მეგიღოს. Ты должен быть простым, чтобы Бог Amen. принял тебя. ამენ ძვირფასები. Аминь, друзья. და ასე რომ მას უთხრეს, И Нейману сказали, რომ უნდა ჩაყურყუმალავდე 7-ჯერ ამღრეულ წყალში. ты должен окунуться 7 раз в эту мутную воду. და ის დადგა ამ ესე ვთქვათ პრობლემის წინაშე, И он стал перед этой проблемой. გესმენთ? და მუხრუჭი არ გამოიყენა, И он использовал вот этот тормоз, რომელზეც ჩვენ საუბრობდით. вот, о котором я сейчас говорил. ამენ. Аминь. იღუპებოდა, И он гибнул. მაგრამ მისი მსახურები უბრალონი იყვნენ. Там его слуги были простыми. და იმის გამო რომ მისი მსახურები იყვნენ უბრალონი, И потому что его слуги были простыми. ხსნა და გადარჩენა მოვიდა ნაყამანის ხოვრებაში. В жизни Неймана пришло спасение. ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენი გარემოცვა იყოს უბრალო ძვირფას. Очень важно, чтобы твое окружение было простым. ამენ. მაშინ შენაც შეეცდები რომ გახდე უბრალო. Тогда ты тоже постарайся быть простым. თუ შენი გარემოცვა არ არის უბრალო, И если твое окружение непростое, მაგრამ შენ ხარ უბრალო, а ты простой, ისინი თავის ჭკუაზე გაგატარებენ და დაგღუპავენ. они обязательно будут водить вот по своей воле и ამიტომ არ არის დიდი პრობლემა თუ შენ ამ წუთში არ ახარ ისეთი უბრალო როგორც უფალს უნდა. еще не проблема, если ты не такой простой, как Господь тебя хочет видеть. ამოუდექი იმ ხალხს გვერდში, ვინც არის უბრალო და უფლისთვის მოსაწონე. Стань с теми рядом, кто прост и угоден в очах ამიტომ ცუდი Господь. საზოგადოება რკნის კეთილს ნეჩვევას. Потому что плохие сообщества возвращают добрые нравы. ამენ. Аминь. კიდე ერთხელ მოვიყვან ამ მაგალითს ჩემს საყვარელს. Я еще приведу пример, это мой любимый пример. გოდორში В корзине 99 საღი მანდარინი 99 целых мандарин და ერთი დამპალი. и одна гнилая. ის ერთი ყველა დანარჩენს დაალყობს. А одна гнилая мандарина сгниют все 99. მომყვებით? Вы со мной? ამიტომ მას კარგი გარემოცვა ყავდა. У него было хорошее მიუხედავად окружение. იმისა, რომ ნაყამანი ვერ იყო იმ მომენტებში უბრალო, ის იყო გამდიდებული და დიდი კაცი. В это время Нейман не был просто, он был очень великим. ის ეწინააღმდეგებოდა. Он противился. იცი შეეწინააღმდეგა თავის მეგობრებს. Он воспротивился своим друзьям. ეშმაკი ეწინააღმდეგება შენს უბრალოებას. Взял противиться твоей простоте. ამენ, მას უნდა რომ კეთროვანი იყო, Он хочет, чтобы ты был прокаженным. მისი მსგავსი იყო. Чтобы ты был похож და на დღეს него. ამ კეთრით არის დაავადებული ძალიან ბევრი სამწუხაროდ ქრისტიანი. Сегодня очень многие христиане заражены этой проказой. მაგარი ქრისტიანია. Я классный христианин. Я сильный такой. მე არა, მაგარი Ну, ქრისტიანია. крутой, я крутой. მე არა. ქრისტიანია მაგარი. Ну христиане такие крутые. ქრისტიანი ერთი. А христианин Amen. крутой. კურთხეულია. Благословенный. ნახე როგორ კარგად ხანდაგებს. Как он хорошо проповедует. როგორ კარგად ასწავლის. Как он хорошо ოჩახ შენ. Молодец. მაგარი ხარ. Ты классный. და ეს არის მტერი უბრალოების ვირფასება. И это брак. და ეშმაკს მოსწონს ეს. А я вот იმიტომ რომ нравится. ამ წუთისოფლის დიდება И слава этого мира. კეთრივით გაქვს შემოკრული თუ ამას გაყვები. И если ты будешь вот за это, вот эта проказа мира будет на тебе. ხო იცით ერთმა ბრძენმა რა თქვა? Что сказал один мудрец? გახსოვთ? Помните? როცა გაქებენ, Когда тебя хвалят, დაუკვირდი კარგად, обрати хорошо თუ არ внимание. იმსახურებ. Если ты не заслушаешь похвалы, გაქილიკებენ და ქირდად გიღებენ. может над тобой насмехаются. ამენ. Аминь. გქირდავენ, მასხლად გიგდებენ. Над тобой насмехаются. ჰალელუია. ამიტომ რა აზრი აქვს აი გუნდრუგს თუ გიქნევს ვინმე? Какая разница, вот если тебя, вот фимиан даже возносит к тебе. ღმერთს მიუბრუნე თუ რაიმე და იმსახურე და მადლობა გადაგიხადეს. Если тебя поблагодарили, ты возвращаешь все Богу. ამიტომ თუ ისეთ რაღაცას მიიღებ, რაც შენი არ არის, Если ты будешь принимать то, что не твое, ეს კეთრად გადაგექცევა. это обязательно превратится в твоей жизни в проказу.
сразу. ჰალელუია და ეშმაკს უნდა რომ ამ კეთრით იყო. И дьявол хочет, чтобы ты жил в этой ამ проказе. წუთისობაში ეს კეთრი მაგარია, პატივია, დიდება. В миру эта проказа классная вещь. Это как бы слава, имя. მაგრამ როგორც კი ამ მეგობრებს დაუჯერა ნაყამანმა, Как Нейма послушал своих друзей, ამ უბრალო вот მეგობრებს, этих простых друзей, მისი კეთროვანი სხეული его вот заразное, вот прокаженное тело გახდა უბრალო. стало простым. ამენ, როგორც კი უჯერებ უფლის სულს, Когда ты послушал Бога უბრალო მეგობრებს, и простым друзьям, ზუსტად შენაც მაშინ ხდები ასეთი უბრალო. тогда ты тоже становишься простым. იმიტომ მდგომარეობები ამსხრევს ამ ხასიათის наჭურს ვიფასებო. Да потому что вот эти вот ситуации в твоей жизни, они рушат вот эти вот состояния. Вот скорлупу вот этой прокаженности. ამენ და ხდები უბრალო. И ты становишься простым. ამიტომ დაამსხვრიე და ნუ მოგაქვს თავი რომ რაღაც მაგარი ხარ. Пожалуйста, сокруши вот эту скорлупу проказа. Не показывай, დამდაბლდი классный, და смирись, მოინანიე. покайся. მე მინდა იგავებში განახოთ ერთი ძალიან კარგი ადგილი. Хочу, чтобы открыли притчу. 12-ის მეცხრე. 19 სადაც წერია რომ ჯობს უბრალო კაცი იყო და მსახური ჰყავდეს, ვიდრე დიდებულად მოქონდეს თავი და პური გაკЛდეს. Да лучше простой, но имеющий слугу, чем вот показывающий себя богатым, но нуждающийся в хлебе. მაგრამ იცით ორიგინალი სულ სხვანაირად ჟღერს ვიფასებო და მინდა რომ ჩაიწეროთ ეს. Ну, оригинал по-другому, пожалуйста, запишите. ჯობს შენს თავს ემსახურებოდე Лучше служить самому себе და იყო უბრალო. и быть простым. ამენ. ჯობს უბრალო იყო და არ ყავდეს თქვა მოსამსახურე, შენ თავს ემსახურებოდე. შენ იყო შენი თავის მოსამსახურე. То есть лучше быть простым и не иметь слуги, просто служить самому себе. ვიდრე მოგქონდეს თავი რომ მაგარი ხარ Чем показывать себе, что ты такой богат, და такой პური крутой, გაკЛდეს. а на самом деле нуждаешься в хлебе. ამენ. ანუ დღეს ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ბლატაობს რომ რაღაცა აქვს. Очень многие сегодня хвастаются, что что-то имеют. გესმით ვიფასებო. ვერავინ ვერაფერს ვერ წაიღებს იქით. Но никто ничего не заберет на небеса. და იცით ძალიან კაცრად გვაფრთხილებს იგავების ეს ადგილი. И это место Писания очень строго нас предупреждает. ამიტომ ახლა სოლომონი ვინ იყო გესმით? Вы знаете, кто был Соломон? ხო, მასთან შედარებით ვის შეეძლო რაღაც გაეკეთებინა ისეთი რომ სოლომონს ეთქვა, ვაუ, რა მდიდარი ვიღაცა ხარ. То, что Бог сказал, чтобы уделить Соломона, что Соломон сказал, о, какой ты და богат. სოლომონი მივიდა იმ დასკვნამდე რომ თქვა. Соломон пришел к тому выводу и сказал. ჯობს, აი დღეს მოდაშია რა. И сегодня в моде, в тренде ა так. ბავშვი გაჩნდა ძიძა უნდა ყავდეს. Ребенок родился, сразу არ აქვს მნიშვნელობა, გააქვს თუ არ გაქვს შემოსავალი. няньку. Есть у тебя возможность, нет ли возможности? ეს რო საჭირო ყოფილიყო ღმერთი დააწესებდა. Если бы это нужно было, то Бог бы ქმარი, ცოლი და ძიძა. сказал бы, муж, жена и няня. დედამ უნდა გაზარდოს შვილი. Детей даже воспитывать мама. შეიძლება დაგეხმაროს ვინმე. Да может кто-то тебе будет პრობლემა არ არის. помогать. მაგრამ თუ შეშვილი ყავს, Если ты есть дети, ყველაფერი უნდა მიატო, კეთილი უნდა ინებო და გაზარდო. ты должен все оставить и ო, воспитывать ისეთი детей. სამსახური მაქვს რომ ვერ მივატოვებ. Ты скажешь, у меня такая работа. მე ძალიან ბევრი ვიცი ცოტა შეშლილი დედები. Я очень много знаю сумасшедших матерей. საჭმელსაც არ ძუძუს არ აჭმევენ. Даже они не скармливают грудным молоком детей. დაიჭყიპება ჩემი ძუძუ. Да. Ну, то есть она хочет вот сохранить вот своей формой, чтобы Кесме. сохранить детей грудь. ამიტომ სხვა რაღაც დანამატებს აძლევენ რომ фигура შეინარჩუნოს. Она хочет сохранить хорошей формой, чтобы и ребенок... ანუ ეს სხვა თემა გამოთვინდნენ და გამოსულიდნენ. Да, написано, слово, что они просто с ума сошли, посходили. მაგრამ მიაქციე ყურადღება. Обрати на это внимание. არ უნდა აყოლა აი ამ ქვეყნიურ მოდაზე. Ты не должен вот смотреть на моду этого мира. შენს თავს ემსახურე. Слушать самому себе. და უბრალო იყავი. Будь простым. ვიდრე ხალხს აჩვენო რომ რაღაც ხარ და რაღაც გაქვს. Показывай, что человеку, что что-то имеешь, такой крутой. ამიტომ რომ გადაბრუნდება ეს ფიფიტა ხვალე ძვირფასებო. Завтра эта пластинка перевернется, და არაფერი აღარ იქნება. и ничего не будет. ღმერთს აქვს ესეთი ღილაკი. У Бога есть такая кнопка. ამენ რომ შიმშილი მოიტანოს და გამოუშვებს ამ შიმშილს. Чтобы привести голод, придет голод. და მე რა გაშვები? Это что тебе делать? გესმით? Понимаете? ამიტომ თუ გაიწაფები უბრალოებაში, Если ты будешь учиться и возрастать в простоте, მაშინ გაგიალდება იმ პრობლემების დროს. тогда тебе будет легко во время проблем. ჰალელუია. ჯობს უბრალო იყო. Лучше быть простым, ჯობს შენს თავს ემსახურო. служить самому себе
არ მოგაკლდება არაფერი თუ შენ თავს მოემსახურები უფალი. Если ты будешь служить себе, тогда у тебя не будет ამენ. бедности. ჰალელუია. და ეს მოგეხმარება რომ გახდო ისეთი როგორც უფალს უნდა. Это вы можете быть таким, как ჩვენ Бог. ბევრი ვიცით ბიბლიაში. Мы очень много знаем с Библии. ვინც ვერ იყო უბრალო, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში იყო ესე ვთქვათ ბრალიანი და წარჩინებული. В Библии люди, которые не были простые, потому что они были очень влиятельными და в миру. მათ ცხოვრება ცუდად დაამთავრეს. Они жизнь плохо закончили. მაგრამ ვიცით ისეთები Мы ზურფასებული. знаем таких ერთეულები, очень мало таких, რომლებიც უბრალონი იყვნენ которые были простыми. და ამიტომაც ირჩევდა მათ უფალი. И потому Господь избирал их. გესმით? ჩვენ Понимаете? ვიცით მარიას ისტორია. Мы знаем историю Марии. მარიას არ უთქვამს. Мария не говорила, რას მელაპარაკებით კაცო? что ты мне говоришь. რის ბაგაში უნდა დაუბადო ბავშვი? Почему я должна рожать где-то в яслях? მე იცი ვინ მელაპარაკა? Знаешь, что он со мной говорит? თავად ღმერთის წარმომადგენელი. Сам представитель Бога. ანგელოზი მოვიდა და მითხრა. Ангел пришел, сказал мне. რას ამბობთ? Что მე говорить? მინდა ყველაზე პომპეზური ადგილი, Хочу самое популярное хорошее место, სადაც ვიმშობიარებ. где я буду рожать своего первенца. არა ძვირფასი. Нет, друзья. ისეთი რაღაცები უთხრა უფალმა. Бог такой, что я ей сказал. ნუ არ ვიცი რამდენად გაიგო მან. Я не знаю, вот насколько Мария поняла. გინდა ერთ საიდუმლოს გეტყვი. Хотите, я вам одну тайну? როცა უფალი გელაპარაკება, Когда Господь с тобой говорит, არ არის სავალდებო რომ ყველაფერი გაიგო. не обязательно, чтобы все сразу все понимать. ვერც გაიგებ ყველაფერს. И сказать честно, ты не поймешь. ერთადერთი რაც უნდა თქვა, ქნა, Но что ты должен сделать? უთხრა არის უფალო. Сказать, да, Господь. იყოს შენი ნება, როგორც შენ გინდა ისე იყოს. Как ты хочешь, чтобы არა было, როგორც მე მინდა. а не как я хочу. აი რა არის უბრალოების საწყისი ძვირფასი. Вот и есть начало простоты. ამიტომ ის უბრალო იყო. Мария. Да, Мария была простой. ო, რატო ერჩია მარია? Ты скажешь, а почему он... მე რატო არ ამირჩია კაცო? Бог избрал Марию, а почему не меня избрал? ხარ ისეთივე უბრალო. Ты такая же простая, как შეგიძლია Мария. უფალს უთხრა. Ты можешь сказать Господу. ისეთ წინადადებებზე რაც საერთოდ ატრიალებს შენს სოფხედველობას. На такие предложения, которые вообще сносят как бы твою крышу, что არა ჩემი, არამედ შენი ნება согласись იყოს сказать, უფალო. да не будет моя воля, а твоя да будет. მაშინ აგირჩევს Тогда Господь изберет тебя და გამოგიყენებს. и будет მაგრამ использовать. თუ შენი რაღაც კიდე რაღაცეებით ეცდები ღმერთის ნება აღასრულო, ძალიან შორს ხარ მის. А если ты еще что-то вот пытаешься Божью волю свои элементы нести, тогда ты очень далеко от этого. მოდით ნახოთ რამოდენიმე მოსაზრებები Давайте ძირფასებო. некоторые выражения посмотрим. დოსტოევსკი ამბობს, რომ წესიერი ადამიანი ყოველთვის უბრალოა. Достоевский говорит, что порядочный человек, он всегда простой. ამენ. წესიერება არის უბრალოება. Да, порядочность и есть простота. ამენ. მოდით ასევე ვნახოთ კოლინზი. Что будет? ბრიხვი განიცდის მარცხს იმის გამო, რომ რაც რთულია და ძნელი, მას ეჩვენება რომ уბრალოა. ხოლო ჭკვიანი იმიტომ განიცდის მარცხს, რომ რაც уბრალოა, მას გონია რომ ეს ძალიან ძნელია. Глупец терпит неудачу из-за того, что сложное кажется ему простым. А умный, потому что простое видится ему сложным. გესმით, მოდით ტოლსტოი ვნახოთ რას ამბობს. А что говорит Толстой? გამოგრჩა მგონი შენ. ძლიერი ადამიანი ყოველთვის უბრალოა. Толстой говорит, что сильный человек всегда простой. ამენ. შეუძლებელია ადამიანი ძლიერი იყოს Для того, чтобы человек вот сильный был, და быть, თან იყოს ესეთი ამაყი და ყოღოჩი, и вы такие вот, რომელსაც არ ღებულობს ზეცა. который не принимает небеса. ზეცა ისეთ ძლიერს ღებულობს, რომელიც უბრალოა. Бог таких сильных избирает, которые простые. ამენ ძვირფასებო. Аминь, друзья. იყავი უბრალო. Будь простым. კიდე იყო უბრალო. Хочешь быть простым? ისწავლე როგორ გახდე უბრალო. Это процесс, научись быть простым. ჰალელუია. ღმერთმა მოგვიწოდა ამ უკუღმართ თაობაში, Бог прислал нас в этом развращенном роде, ამ სიბნელეში და წყდიათში, в этой тьме, რომ ვანათოთ ძვირფასებო. чтобы светить. ამენ ფილიპელთა მეორე თავის მე-15 მუხლში Это Филиппийцам 2:15. გვეუბნება მოციქული პავლე, რომ რათა შეიქმნათ უბიწოლი და სუფთანი ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში. Так что вы были непорочны в этом развращенном мире и сяли там, как светило. შენ მოწოდებული ხარ.
Ты призван. შენ გელაპარაკები Я говорю с ნებისმიერ ადამიანს, Я говорю каждому человеку, ვინც ისმენს ეხლა ამ кто სიტყვას, слушает мое слово, ვინც მერე გადაშლის ამ მუხს და а кто წაიკითხავს, просто откроет это местописание, შენ прочтет. მოგმართავს უფალი, Бог обращается к შენ тебе. მოგიწოდა, Бог призвал тебя, რომ ამ სიბნელეში ანათო. чтобы в этом разрешенном мире ამენ. тебе რომ светить. ისე როგორც მიდის ეს წუთისოფელი კი არ გააყვე და გაეკიდო. Чтобы ты не шел по стопам этого мира, по Რომ следам. ჩაგითრიოს კი არა. Да чтобы мир тебя тоже вот поглотил. აირეკლო უფლის სინათლე Ты должен отражать და свет მათ Божий. გაუნათო რომ სწორ გზაზე დადგნენ. И ты должен отражать, светить людям, чтобы они тоже шли ამიტომ правильно. ყველა გაიზახეს ჩემი გზაა სწორი, Многие говорят, что мой путь ჩემი правильный, წმენაა სწორი, моя вера ჩემი правильная, ეკლესია სწორი. моя церковь არც правильная. ერთი არ არის სწორი ძვირფასო. Ни одна из них не права. ერთადერთი სწორი. ერთადერთი, Единственное, что ერთადერთი, правильно, უალტერნატივო. без ეს არის альтернативы, იესო ქრისტე. это Иисус Христос. ეს არის მისი სიტყვა, Это Слово Бога, რომელიც მიისცემს გამოსავალს ადამიანს. который дает выход человеку. დიდება იესოს. Хвала Господу. მეუძღვენი დიდება იესოს. Хватай Господа. ხება იესოს. უკუნითი უკუნისამდე. ცოცხალ ღმერთს. ამენ. ცოცხალ ღმერთს, Живому Богу, რომელიც არის, который есть. იყო და რომელიც მალე მოვა. ის მობრუნდება და ყველაფერს თავის ადგილზე დააყენება. Он вернется и გახდი ამ всё ცოცხალი на ღმერთის место. მსახური. И пусть стать слугой Господа. და что დღეს დღევანდელი ეს სიტყვა მოგეხმარება, რომ უბრალოებით დაიწყო და გახდე უბრალო. Свое слово поможет тебе служить Богу в простоте, стать простым. უფრო ძნელია იყო უბრალო ვიდრე რთული. Да труднее быть ჯონ რესკინს აქვს да, ნათქვამი. простым, чем трудным. ამენ. ძალიან ბევრი ისეთი რთულია. Да многие труды такие сложные, გესმეთ? რომ ვერანაირად ვერ ახერხებენ რომ უბრალო გახდე. они настолько сложны, აი что თითქოს არავის არ უშავებენ, მაგრამ რაღაცა იბრიქებიან. эти люди какие-то горделивые, და იცით როგორ ჩანს ვირფასებო, и как видно это. რომ როგორი უბრალოა. Вот насколько человек прост. თუ ეცდები რა ეს შენი წვეტიანი ესე ვთქვათ ხასიათები გამოავლინო, ვერანაირად ვერ იქნები უბრალო. Если ты хочешь добиться вот свой характер такой вот острый, ты не сможешь быть простым. გესმეთ? ამიტომ ნუ არ თულებ საქმეს. То есть не усложняй дело, ნუ არ თულებ не საქმეს. усложняй дело. ჰალელუია. ზოგი იმდენად არ თულებს თავისი ხასიათებით საქმეს Многие вот своим характером настолько усложняют дело, და უფრო მეტად გემოვნებით ვიფასებო. но особенно вкусами. გესმეთ? რომ ვერანაირად ვერ ხდება უბრალო. И они не смогут стать простыми. შეიძლება ცუდი არ არის. Может, они неплохие люди, შეიძლება კარგი ადამიანია. они даже, может, хорошие люди. ერთი ადამიანი შეიძლება კარგია. Да, может, человек хороший. ამენ? მაგრამ იმდენად ეს წვეტიანია. Он настолько острый, но острый. ერთი ძალიან სასაცილო ისა გვაქვს ილუსტრაცია Вот და такая очень юмористичная. აქეთ არის დივანზე ჩამოждარი ცოლ-ქმარი, А здесь на диване муж с женой რომელთაც ერთმანეთი ნახეს. которые друг друга нашли. მაგრამ აი ნახეთ როგორი ადამიანია თავისი А вы ხასიათები. знаете, вот такой человек. და ისინი ეკითხებიან, შენ კიდე არ დაქორწინებულ ხარო? Почему ты еще не нашел? ნუ თუ შენ ვერ იპოვე შენი წვილი, ვისაც შეეწყვე. Ты не нашел свою половинку. გესმეთ? ესენი უბრალო არიან და უკვე კურთხევაში არიან. Они такие простые, уже благословения. გესმეთ? მაგრამ იმან როგორ ნახავს ისეთი, რომ მისი შესაბამისი Да გახდეს. он как его найти такого, как он, такого остренького. ჰეი, ჩემთან ხარ? Да вы со мной? იყავი უბრალო. Будь простым. იყავი უბრალო. Будь простым. Будь простым. ამიტომ ესეთები იცით რა შვებიან ზურფას. Знаете, вот такие люди, что უნდათ რომ ესეთი იყოს, они хотят... არა მხოლოდ მომავალი მეუღლე. საერთოდ, Только его жена. მას ესე ცხოვრება უნდა ქონდეს. Они хотят вот такую жизнь. სხვანაირი რა, თითქოს ცუც არაფერს არ გიკეთებს. Они плохо ничего не делают. Аллилуйя. ამენ, იყავი უბრალო. Будь простым. უბრალო იყავი Будь простым. და ღმერთი გაკურთხებს. ამენ. უთხარი ღმერთს, ღმერთო მომაშორე ყველაფერი ეს ზედმეტი. Скажи, Господи, снова და გამხადე უბრალო. сделай меня простым. დიდება ღმერთს. Слава Господу. მოინანიე Покайся. და ჯვარს აცვი შენი გულის თქმები И распи свои похоти. და შეუერთი მას რომ წმინდანი გახდე და უბრალო. И соединься с Господом, чтобы быть святым и простым. ღმერთი რას გვეუბნება იყავი წმინდა, Что говорит როგორც Господь? მე ვარ. Будь свят, как я свят. რომისოდაც ვერავინ ვერ იხილავს უფალს.
Без святости никто не видит Господа. კოლოსელთა პირველ თავში. Колоссян первый ახლა კი глава. შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში მისი სიკვდილის მეშვეობით, რათა წარგადგინოთ თქვენ წმინდები, უბიწონი და უბრალონი თავის წინაშე. Он примирил вас в плоти своей, чтобы представить вас непорочными и простыми перед собой. ამენ. წაიკითხე აი ეს. როწვალო. ძვირფასებო ნახეთ შეურიგდი ღმერთს. Ты должен примириться с Господом. ამენ. შეურიგდი ღმერთს. Ты должен примириться с Господом. იმიტომ შერიგება არის პირველი ნაბიჯი, საიდანაც დაიწყება შენი შეცვლა. Потому что примирение это первый шаг к изменению, к переменам. ამენ. ეს არის პირველი. Это первое. ჰალელუია. მოდით ნახოთ ასევე კიდე ერთი ილუსტრაცია გვაქვს. У нас еще есть одна иллюстрация. ნუ ეს ტექსტია, მაგრამ კარგია. Это текст. ყველაზე ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და არაუბრალო არის გაიგო, რომ რა მომენტში დაწვა უნდა, რომელი ხიდი და რომელზე უნდა გაიარო. Самое непростое в жизни понять, какой мост следует перейти, а какой сжечь. გესმით? Аминь. დაიმახსოვრო უნდა. Запомни, пожалуйста. თუ რაღაცები ხდება შენ ცხოვრებაში, Если что-то происходит в твоей жизни, და ფუ რა ვქნა? ты говоришь, что мне делать? აი თითქოს შემთხვევით моხდა და არ გინდოდა. У кого случайно прошло, и ты не хотел. იცი რატომ? Знаете почему? ტოვებ ხიდს Ты за собой оставляешь мост, და იმდა დაწვა ეს ხიდი, რომელიც არასწორ რაღაცას გაკეთებინებს. а ты должен сжечь этот мост, который ведет тебя в неправильно. ღმერთი არ დაგიწვავს ამ ხიდს. Бог не будет сжигать за тебя. ეკლესია არ დაგიწვავს ამ ხიდს. И также церковь тоже. პასტორი არ დაგიწვავს ამ ხიდს. Пастор тоже не будет сжечь эти мосты. იცი რატომ? Знаете почему? გინდა ეს ხიდი Ты хочешь этот мост. და ты რომ держишься. დაგინგრიოს, რომ დაგინგრიოს, Даже если кто-то и разрушит этот мост, მაინც აღაშენებ. ты все равно его опять вновь восстановишь. ამიტომ ამბობს უფალი, И потому говорит Господь, ღორი დაბანელი ისევ ტალახში მიდის выбытая свинья опять в грязь идет, და ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება. и пес возвращается на свою და плевотину. მე რა დავემართა? Ты скажешь, ой, что со мной произошло, თუ არ დაწვავ ამ ხიდებს, если ты не сжёшь под этим маслом. მე გაფრთხილებ შენ. Я тебя предупреждаю. არ გაშინებ, Я не არ пугаю, გემუქრები. не пугаю, не ხვალ угрожаю. უარეს გააკეთებ. Завтра ты сделаешь еще хуже, იმიტომ რომ გინდა. потому что ты хочешь. გესმით? ალო, Алло, друзья. ისმის? Слышно? ისმის ჩემი. Слышите меня? ამიტომ მიაქცია ყურადღება Обращай на это внимание. და უნდა დაიწყო იქედან რომ გახდე უბრალო. Ты должен начать с того, чтобы быть в простоте, простым. ამენ. Аминь. თუ არ ხარ უბრალო, ღმერთი ვერ გამოგიყენებს. Если ты не простой, Бог не будет тебя მოდით использовать. შემდეგი ვნახოთ. Давайте все откроем. აქ არის ჩანგლები ძვირფასებო. Да, здесь вилки. და ერთი არის ესეთი დაკრუნჩხული. И какой-то одна такая согнутая вилка. გესმით? სხვადასხვა ფორმით და ზომით, Она такая, სხვადასხვა ადგილში. очень изогнутая. ესეთი შვინვიერი რადიკულიტი ჭირს. У нее такой душевный радикулит. არიან ქრისტიანები შვინვიერი რადიკულიტით. Есть люди, как христиане с душевным радикулитом. ამენ. რაღაცა აქვს ესეთი ფიქრები, რომ ვერ გაიგებ. У них такие какие-то сложные და мысли. ნახეთ ეს ზუსტად ესე. Вот такой. თუ ასეთი ხარ, Если ты такой, ძალიან რთულია შენი გამოყენება. то тогда тебя сложно использовать. რატო არ მიყენებენ? Скажешь, а что меня не используют? ეცი მე როგორც პასტორს ბევრჯერ მომისმენია Я как пастор часто слышу. და арც არის საჭირო რომ მოვისმინო. И даже не нужно их слышать. ხედავ ყველაში. Я, ხედავ ყველაში გამოიწია წინ. да, я вижу во всех, вижу. რას? Что я вижу? რომ რა უნდა ადამიანს? Что человек хочет? და ერთი რაღაც არის, რასაც ველოდები. И я одно что-то ожидаю, жду. ასეთი რო აღარ იყოს დაკრუნჩხული ფიქრებით. Да что ты не был таким мыслям, таким вот. რომ გასწორდე და იყო ყველა როგორც ყველა. Что ты был таким же ровненький, как все. ამენ. Как другие. ამენ. Аминь. ჰალელუია. Аллилуйя. დიდება უფალს. Хвала Господу. შენ ვერ იქნები რაღაც სხვა ვიღაცის მიმდევარი. Ты не можешь быть последовательно кого-то ქრისტეს другого. მიმდევარი უნდა გახდეს, ეცაზე თუ გინდა. Если ты хочешь идти на небо, ты должен следовать за და ქრისტე Иисусом. ერთია ძვირფასება. А Иисус один. ამენ. ერთ ქრისტეში უნდა ვიყოთ. Мы все должны быть во Христе, в одном Христе. და არა ისე როგორც მე მინდა, არამედ როგორც უფალს უნდა. Не как я хочу или ты, а как Господь хочет. ამიტომ გასწორდი,
აზროვნება გაისწორე, Уравняй себя, уравняй свой разум, мышление. უფალს გაუთანაბრდი, გაუსწორდი უпростоრად Да, вот, და ღმერთი დაიწყებს შენს да გამოყენებას. подражай Господу и следуй за ним, и Бог начнет тебя менять. და თუ იქნები უბრალო, მაშინ ღმერთი დაგიფარავს და გიშველის. Если ты будешь простым, то Бог тебя будет сохранять. მოდით ფსალმუნები ვნახოთ, ვირფასებო. Спасать. Откроем 116 ფსალმუნი. 116. 116. ქართულში 116-ია В грузинском 116, და რუსულში არის 114. а კომუნისტების ბიბლიაში არის в 114. коммунистической Библии 114. მეექვსე. ნახეთ რა. იცავს უფალი გულუბრალოებს. Защищает Бог простодушных. ამენ. იცავს Да უფალი. Господь хранит Господь ის да დაგიცავს. простодушных. კიდე დაგიცვას უფალმა. Ты хочешь, чтобы Бог тебя კიდე сохранил. მაშინ გულუბრალო უნდა Ты იყო. должен быть თუ შენ простодушным. უბრალო არ ახარ. Если ты не простодушный, ისეთი როგორც უფალს უნდა. как Господь თუ хочет. ესეთი შვინვერად дагრეკილი ხარ, ვერ დაგიცავს. Если такой, вот у тебя духом ты согнутый, как ამიტომ გასწორდი. потом ты должен стать ასევე უფალი დაგაჭყვიანებს და გაგანათლებს. Да Господь тебя даст образование, просветит тебя. და თუ იქნები გულუბრალო. Если ты будешь простым, простым. 119-ის 130. Это 118, в русском 130. სინათლეს იძლევა შენი სიტყვის გამოცხადება გონიერებას მატებს გულუბრალოებს. Да твое слово дает откровение и разумение, да ты даешь простодушным. ძვირფასებო, ძალიან მნიშვნელოვანია მithumetes დღევანდელ ყოფიერებაში. Очень важно вот в нашем житии, როგორ იქცევა ხალხი. как ведут себя люди. არის ხალხი, რომელიც რაღაცას თითქოს აკეთებს, ქველმოქმედებს. Есть люди, которые какое-то милосердием занимаются. ესმე უფალი Благотворительностью. მოგვიწოდებს, რომ ყველაფერში უნდა ვიყოთ უბრალონი. Но Бог сказал, что во всем ты должен быть простым. მიეცი ვინმეს რამე? Ты кому-то что-то дал, უბრალო იყავი. будь простым. იმიტომ რომ ამან არ წამოგწიოს. Это не должно тебя поднимать. ძალიან ბევრი ამას რატო აკეთებს, იცით? Очень многие, почему это делают? Благотворительность. აპლოდისმენტებისთვის. Ради аплодисментов. ესმეთ, Понимаете? ერთმა ხელმა არ იცოდეს მეორე რას აკეთებს. Чтобы одна рука не знала, что делает другая. უფალს არ უთქვამს, რომ როცა აკეთებ რაღაცას ტაში დაუკარე. Помните, что когда ты что-то делаешь, чтобы тебе хлопали в ладоши. მიეცი ვინმეს? Ты даешь кому-то что-то. ერთი ხელი ჯიბეში, მეორე უკანა ჯიბეში. Да, одна рука в один карман, а другая в არ другой. უნდა თავის ქება ამას. Не надо хвалиться и Amen. хвалиться. ესმეთ, უბრალოდ გააკეთე. Просто делай это. მიეცი, უბრალოებით მიეცი. ღებულობ, ამაშიც უბრალო იყავ. Да принимаешь в простоте, даешь тоже в простоте. იმიტომ რომ თუ რამეს აკეთებ, Если что-то делаешь, რაც თქვა სხვას არ შეუძლია. если что-то, если другой не может сделать, ეს а ты არ делаешь, ნიშნავს იმას. это не значит, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, ни в коем случае не значит, რომ ვიღაცაზე უკეთესი ხარ. что ты лучше кого-то. ამენ. Аминь. ჰალელუია. თუ ვინმეს მეტი აქვს Если სხვაზე, у кого-то есть больше, чем у другого, ეს იმიტომ კი არა რომ იმაზე უკეთესია. это не потому, что тот, кто больше имеет, он лучше того, кто не არ имеет. აქვს მნიშვნელობა ადამიანი მორწმუნეა თუ არ არის იესოს მიმდევარი. И не важно, это последствия Иисуса или нет. ყველა დადგება უფლის წინაშე ძვირფასება. А теперь, если все станут пред Господом, ამენ და ყველა პასუხს აგებს იმაზე თუ როგორ იყენებდა იმას რაც ქონდა. и Бог будет спрашивать нас, как мы использовали то, что мы ო, имеем. მე მორწმუნე არ ვიყავი, კაცო და რა აზრი აქვს. Что я не был верующим. ძალიან ბევრი იცით რა საქმეებს აკეთებს შემოსავლებით, Знаете, რასაც ქვეყნიერება კარნახობს. да, очень много себе проявили дело то, что диктует им мир. იმას იქ ვეღარ ეთქვის. Там ты не сможет Господу ვიცი, сказать. ეკლესიები აუშენებიათ ხალხს. Я знаю, что люди строили храмы, церкви. ეს მე რაც ბიბლიაში არ წერია იმის გამო ყველა აგებს პასუხს. ღმერთი იტყვის რომ მე არ მithქვამ შენ რომ ეს Все, что в გაგიკეთებია. Библии написано, Бог скажет, я не говорил тебе это делать, это строить. იცი რას იტყვის იესო? Знаете, что Иисус скажет? მე მშიოდა, Он сказал, я был голоден, არ მაჭამე, ты не накормил меня. მშიოდა, ციოდა და არ ჩამაცვე. Да, мне было холодно, и ты не Да, ободрил совершенно меня, так. и так далее. ამენ. გესმით ძვირფასობა. გესმით მეგობრებო. Но понимаете, ამიტომ друзья, თხილად იყავით და მოდით რომაელების მე-18 თავი რას ამბობს ნახოთ. откроем Римлян 12 глава. თუ შემგონებელია, შეგონებით გამჩუქებელია უბრალოებით. Да если разумляющий, გამჩუქებელი თუა უბრალოებით. да если ты
ты даришь подарки, это делай в простоте. ამენ. უბრალოებით. Дарящий, да, делай это все в простоте. Благотворительно. ო, მადლობა რომ შენ რაღაც მაჩუქე. Ой, спасибо, что ты мне что-то подарил. ო, ჰალელუია. Аллилуйя. შეგიძლია გაიმეორო. Ты можешь еще повторить. თუ ჯერ არ დაგიწყია. Видишь, это не начал. ჰალელუია. ამენ. Двойной доза. ხება უფალს. უბრალოებით აკეთე, რასაც აკეთე. Все, что делаешь, делай в простоте. არ იქო თავი. Не хвастайся, не ამენ. хвались. სხვამ გაქოს და არა შენი თავი. აქე შენ. Да пускай чужие уста хвалят. გააკეთე რამე. Они твои. ან არ თქვა იმან ცუდად გააკეთა. Не говори, что этот человек плохо сделал. შენ უბრალოებით აკეთე. А ты все делаешь в простоте. და ყველა დანარჩენი აკურთხე. А других просто благослови. კარგი ძვირფასება, მოდით უკვე დავეშვათ დასასრულისკენ. Давайте уже подойдем к концу. ტოლსტოის აქვს ესეთი ნათქვამი. ნახოთ? У Толстого есть სადაც არ არის სიმართლე და სიკეთე და უბრალოება, იქ არ არის სიდიადეც. но нет величия там, где нет простоты, добра и правды. თუ უბრალოება არ ახლავს საქმეს, Да если всякое дело и там нет простоты, ეს სიდიადე არ არის. тогда это не величие, ეს სიკეთე არ არის. это не доброта. ამენ. ეს რაღაცისთვის არის გაკეთებული. Это для человека какого-то смысла. ამიტომ უნდა შეწყვიტო ესეთი საქციელი. И все такие поступки ты должен прекратить. ჰალელუია. იესო არის საოცარი ნიმუში და მაგალითი ძვირფასებო. Иисус очень прекрасный образец, თუ როგორ ვიყოთ უბრალო. как быть простым. ნახეთ, იესოს ღმერთმა მოუწოდა რომ ჩამოსულიყო სიწმითვალ უწარმოუდგენელი სიწმინდიდან სიბინძურეში. Да Бог повелел Иисусу, что он с величия вот в грязь пришел, в эту темноту. წარმოიდგინე, აი ხარ აბსოლუტურად კომფორტულ გარემოში Представь, ты такой сильно в комфорте, და უნდა წახვიდე საშინელ ნაგავში რა, ნაკელში и должен და быть დაწვა. какой-то, вот там, где навоз, там, где грязь, вот просто ужас, знаете. იესოსთან შედარებით ეს კიდე ცოტა უფრო კარგი გარემოა. Если сравнить с Иисусом, это еще хорошая среда. და იესოს არ უთქვა ღმერთისთვის. Иисус не сказал Богу. ო, მე სად მაგზავნი, რასო მე ღმერთი ვარ. Сказал, что да я Бог, да куда ты меня посылаешь? ის დაემორჩილა. Он послушный. რატო? Почему? უბრალო იყო. Потому что он был простым. ჰალელუია. უბრალოს უადვილდება მორჩილება. Да простым вот легко быть послушным. დაგისმია შენი თავისთვის კითხვა? Задавал ли тебе такой вопрос? რატომ ვერ ჩავაბარე გამოსდა მორჩილებაში? Почему я не сдал экзамен в этом послушании? უბრალოებაში. В этом простоте. სწორედ უბრალოებაში აპასუხი. Как раз в ответ в этой простоте и უბრალო რო заключается. იყო, Чтобы быть простым, ძალიან ადვილად დაემორჩილები. да если ты будешь простым, тебе უბრალო თუ ხარ, легко ადვილად იქნები ერთგული. подчиняться. Если ты простой, тебе вот легко быть верным. უბრალო თუ ხარ, ვერ უღალატებ. Если ты простой, ты не можешь изменять. ამენ. უბრალო თუ ხარ, Быть неверным. ვერ იქნები ამპარტავანი. Если ты будешь простой, ты не будешь гордым. იესო არის უბრალო და წმინდა. Иисус простой и святой. ებრაელთა 7:26. Евреям 7:26. ასეთი მღვდელთავარი გვესაჭიროება ჩვენ წმინდა, უბრალო, უმანკო, ცოლვითაგან განრიდებული და ცათაზე მოდამაღლებული. Да такой нужен нам священник, святой, простой, непорочный. ნახეთ, მოდი წმინდასაც გაუსვათ კიდე ხაზი აღნიშნოთ. როგორც გითხარით, რომ უბრალოება და სიწმინდე ერთად მიდის. Так как я говорила, что святость, простота, в русском переводе простой. ამენ. Святой и простой. როგორი მღვდელთავარი გჭირდება? Какой священник нужен нам? წმინდა და უბრალო. Святой и простой. ამენ, იმიტომ ერთად არიან სიწმინდე და Потому что უბრალოებაზე ფასი. святость и простота они идут руку об руку. და იესო, იმიტომ იყო წმინდა, რომ იყო ძალიან уბრალო. Потому Иисус и был с этой важным, он был очень-очень простым. იესო იმიტომ იყო уბრალო, И потому Иисус был очень простым. რომ ის ძალიან წმინდა Он იყო. был очень святым. ამიტომ სიწმინდეში უნდა გადასახლდე. Да и ты должен переселиться в святость. აღარ აკეთო ის საქმეები, რაც არ არის სიწმინდე. Не делай те дела, которые не святость. და ასე შემდეგ. И так далее. იესოს სახელით Во имя Иисуса. და ყველა უბრალო მაგ ამ ადგილზე И все всякие простые на этом месте. და ვინც გვისმენს ასევე. И кто слушает нас. თქვას Так скажем. ამენ ჩვენს უფალს. Аминь. Нашему Богу. ხება და დიდებას ვიფასებ.